იანი დილა აგრძელებს მუშაობას და ჩვენი სტუმარია ჩინური მეტაფიზიკის სპეციალისტი ქალბატონი ირინა აღაპიშვილი. ესე იგი, თუ როგორ უნდა გავაცილოთ ეს გადასარევი დეკემბერი, ეს წელი, ჩვენი დრაკონის წელი. როგორ უნდა მოვიზიდოთ სიყვარული, ბედნიერება, წარმატება 25 წელს და გველი როგორ მოვათვინიეროთ ქალბატონი ირინა გვესაუბრება ამ თემაზე. კი ბატონო ირინა ჩვენთვის ყოველთვის საყვარელი და სასურველი სტუმარია, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან კარგი ინფორმაციას გვაწვდის, საჭირო ინფორმაციას გვაწვდის, უყვარს ჩვენს მაყურებელს, უყვართ ჩვენს აბსოლუტურად. პირველად ვარ მე თქვენთან და ძალიან მიხარია და მოკლედ გაიცანით მარიამი ირინა მეგობრები. გაიხარე დილამშვიდობის როგორ ხართ ხალხო? იმედია კარგად. კი არა ცოტა გაგვიჭირდა ცოტა დილა ადრიანთან დგომ, მაგრამ აქ ვართ ხალხო. გამარჯვებთ როგორ ხართ? ესე იგი ვისაუბროთ იმაზე, კაი, გველსაც შევეხოთ, იმიტომ რომ მომდევნო 2025 ძალიან მნიშვნელოვანია და ვინც იყო ჩვენ წინა წელს, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის გავაკეთეთ იმისი პროგნოზი თუ როგორი იქნებოდა ჩვენი დრაკონის წელი, ანუ 2024-ზე მაქვს საუბარი და თუ გახსოვთ და შეგვიძლია ვნახოთ კიდევაც, რომ იქ ვამბობ, რომ არ იქნება მთლად ესეთი მარტივი, ლაღი, კარგი, კომფორტული და მოკლედ ბევრი რიგი რაღაცები ჩამოვთვალე, მაგრამ ეხლა მინდა გაგახაროთ და მე რა კარგი ინფორმაცია. არა, პირიქით, ბევრად უფრო 2025-ზე მაქვს საუბარი, ანუ გველის წელზე მაქვს საუბარი. ისიც ხის არის და ისიც რატო ვამბობ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დეკემბერზე უნდა ვისაუბროთ კარგად ისე ჩადმით ფუნდამენტალურად, იმიტომ რომ რეალურად ჩვენი დეკემბერი, რომელიც გრძელდება არა კალენდარულად, ანუ 1-დან 31 ჩათვლით, ჩვენთან ეგრე არ არის და ალბათ გახსოვთ. 7-დან 6-მდე, 6-დან 5-მდე ეგ დამოკიდებულია მზის კალენდარზე და წელს დეკემბერი დგება 7-ში, ანუ 7 დეკემბერს და გრძელდება 6 იანვრამდე თუ 5 იანვრამდე გამთენისას 6-ზე ზუსტად საათი არ მახსოვს და გეტყვით რატო არის ეს მნიშვნელოვანი იმისთვის რომ განვიხილოთ თუნდაც ჩვენი გველის 2025 წელი. მოკლედ 25-ზე ორ სიტყვას ვიტყვი, იმიტომ რომ ვიცი რომ სახალწლო სამზადისში ვარ და აუცილებლად ამისთვის განკუთვნილი ცალკე გადაცემა და ეთერი იქნება, სადაც იქნება საუბარი იმაზე თუ როგორია ეს ჩვენი გველი, რა ფერები უნდა იყოს, როგორ შევხვდეთ, სუფრაზე რა უნდა იყოს და ასე შემდეგ. მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ წელს აი ეს ჩვენი დეკემბერი, რომელიც ესეც უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ დეკემბერი არის თვითონ როგორც თვე, ხის, თაგვის, ანუ ვირთხის თვე. და გეტყვით რატომ ეხლა რა ხდება აქ. ჯერ დავამთავრებ პირველ იმას, რომ რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ეს ჩვენი ვირთხა, ხის ვირთხა განსაკუთრებით, აი ეს არის პირველი სვეტი, სულ 60 ეგეთი სვეტია და მოდი დავარქვათ წვილი. ამ წვილებად მოდის ჩვენთან ენერგიები და ზუსტად ჩვენი დეკემბერი 2024 წლის დეკემბერი, აი აქ არავირიოთ, არის მომდევნო წლის, ანუ 2025 წლისთვის სტარტი და არა მარტო ამისთვის, იმიტომ რომ სულ ასეთი შეწყვილება არის 60, ანუ 60 წვილია ასეთი და თითო წვილის ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თვისთვის. ამიტომ რახან 60-ია, იქიდან გამომდინარე ჩვეულებრივი მათემატიკა 60 რო გავყოთ 12-ზე, ანუ თვეზე მაქვს საუბარი, წლევანდელი დეკემბერი არის მომდევნო 60 თვის სტარტი. ანუ მომდევნო 5 წლის სტარტია. ანუ ჩვენ ახლა 2024-ს კი არ ვაცილებთ დეკემბრით, რეალურად ვემზადებ. კი ბატონო, აი ეს გაცილება შეხვდა რაღაცნაირად ბუნებრივად წელს ისე დაემთხვა, რომ ვაცილებთ კიდევაც, მაგრამ აი ეს ფუნდამენტი და ეს ძირითადი რაღაცეები ჩვენ, რა თქმა უნდა, მე მიყვარს ჩემი გამოთქმა, იცით თქვენ, რომ ჯერ აქედან მოდის ყველაფერი, აქ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ რა თქმა უნდა, ქმედებებში შემდგომ, ქმედებების შედეგად მივიღოთ ის, რაც ჩვენ გველის. მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ბევრად დინამიურია 2025 წელზე მაქვს საუბარი, ბევრად კომფორტულია, ბევრად მეგობრულია. აი როგორია, იცით, დრაკონი იყო ხისტი და დრაკონის კულმინაცია კიდე იყო ძაღლის თვეში. ნუ ეს კატასტროფა რაც ნახეთ. კი, იმიტომ რომ არჩევნები იქით, არჩევნები აქეთ, არჩევნები იქით, აქეთ და ასე შემდეგ. მაგას დაემატა, რაც დაემატა პოლიტიკურ ასპარეზზე მაქვს საუბარი, აი ეს საშიშროება, ის ომი კიდე გამწოდა რაღაცა. ვერ გამშვიდებთ იმითი, რომ
დეკემბერში დაალაგდება და როგორ გითხრა, ესე გლუვად გადავა, ვერ გადავა გლუვად, აუცილებლად არ მინდა ეხა, მაინც მინდა პოზიტივზე გადავიტანო ყურადღება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ რაღაცეებისთვის, ცუდი რაღაცეებისთვისაც. კი, სიახლებიც იქნება და ნახეთ როგორ არის გადაქსოვილი ეგ ყველაფერი ამ ჩინურ მეტაფიზიკაში, იმიტომ რომ რა არის ეს, რეალურად ეს არის ძალიან დიდი ხნის ნაგროვი ცოდნა აკინძული აი ამ რაღაცებში და სიმბოლურად გადმოცემულია ჩვენთვის, რომ ჩვენ უფრო მარტივად მოვახდინოთ მაგისი ადაპტირება და აღქმადი იყოს ეს ჩვენთვის ინფორმაცია. რაც შეეხება ამ ვირთხას და დეკემბერზე რო ვთქვი, რომ ვერ დაგამშვიდებთ და რატო? ნახეთ, ზუსტად დეკემბერ, რატო არის ვირთხა დეკემბრის პირიქით? რატო არის დეკემბერი ვირთხის თვე? ვირთხა არის დამეთახმებით ძალიან პატარა ცხოველი, რომელსაც სჭირდება ძალიან ცოტა რესურსი იმისთვის, რომ გადალახოს რაღაცა სირთულე და გაიტანოს თავი. მოდით ესე ვთქვათ, რატო? დეკემბერი აი ამ ჩვენ კალენდარში ითვლება ყველაზე ბნელი, ყველაზე ცივი და ყველაზე მშიერი თვე. ესეა, ბუნებაშიც ესეა. სულ მახსენდება ყოველი დეკემბერი ესეა, ხოლო რა თქმა უნდა არ ემთხვევა აი ამ 60 შეწყვილების შეფარდებას. ეს წელ ესე დაემთხვა, იმიტომ რომ ხის არის. მგონია დეკემბერი. აი აქ ფაქტები და განათებები ხო არ გატყუებენ ჩემო მარიამ, თვალს ხო არ. აი აქ ორ რაღაცა კარგს გეტყვით ამასთან ერთად, რომ რაღაცა ესეთი იმას ვქენი, მაგრამ აქ მინდა დავამთავრო ხო რისი თქმა მინდოდა, რომ ყოველთვის ვამბობ, რომ უფრო აღქმადი იყოს სიმბოლურად მივიღოთ ეს ინფორმაცია და ეს ჩვენი ვირთხა როგორია, იცით? პატარა, მოქნილი, ძალიან ტაქტიანი, ძალიან კარგად ჩაცმული, აი რაღაც არსება წარმოიდგინეთ, ოღონდ ამავდროულად ძალიან მოქმედი და ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ რაღაცა იშოვოს, იპოვოს, ნახოს, გადაინახოს თავის ხრელში იმისთვის, რომ გაიტანოს. მართლა ეგრე ადამიანი შეიძლება დახასიათება ხანდახან ძალიან ერთ-ერთი ჯდება ხოლმე. დადებითი ტიპი არ არის ვირთხა. არა, კარგი ტიპია, მოდით ესე ვთქვათ, ეს მშრომელია ძალიან, მაგრამ არასოდეს არ ყოფნის ძალა იმისთვის, რომ ეს თავის ჩაფიქრებული რაღაცეები ბოლომდე მიიყვანოს და აქაც არის ახსნა ძალიან მარტივი. ეხა სამკუთხედზე უნდა ვისაუბრო და ვინც ხართ აი ამ ცხოველის წელს დაბადებულები, მომაქციეთ ყურადღება და მისმინეთ, იმიტომ რომ კაი რაღაცაა. ვირთხა, ცხენი და ხარი. აი ამ სამზე, სამ ელემენტზე ჩვენ ვამბობთ ელემენტზე, ცხოველზე მინდა ვისაუბრო რატო? იმიტომ რომ ვირთხის მერე მოდის იანვარი. იანვარი ჩინური კალენდრის მიხედვით არ არის ახალი წელი. ამაზე ყოველ წელს საუბრობთ და თებერვალში ხო დგება ახალი წელი. წელს დგება, გავაჟღერებ და დავდებ კიდევაც, იმიტომ რომ ყოველ წელს ერთი და იგივე და იმდენი ცრუ ინფორმაცია მხდება, თუნდაც ინტერნეტში, თუნდაც ქართული სივრცის დიჯიტალში, რომ არ შეიძლება, იმიტომ რომ შეცდომაში შეყვავს ხალხი. წელს ახალი წელი ჩინური მზის კალენდრის მიხედვით, იმიტომ რომ ჩვენ გვაინტერესებს არა მთვარე, არამედ მზის კალენდარი, იმიტომ რომ ზუსტად ამ კალენდრის მიხედვით ხდება ძველი ენერგიის განულება და ახალი ენერგიის, ასე ვთქვათ, 100%-ით როგორ თქვა, ძალაში შესვლა თუ არა ვიცი რა დავარქვა, 3 თებერვალს ხალხნა. პეკინის დროით, კი, რახან ჩინეთიდან მოდის, პეკინის დროით თუ არ ვწდები 3 და 22, ანუ ღამეზე მაქვს საუბარი და შესაბამისად თბილისზე გადავიტან და მაგას დავდებთ. მაგრამ ორი რაღაცა, ხო, რატო ვიხსენეთ ცხენი, რატო ვიხსენე ხარი და რატო ისა ვირთხა. ვირთხა, იმიტომ რომ მოდის თვე, ცხენი რატო? იმიტომ რომ თითო წყვილს ყავს თავისი ანტაგონისტი, ანუ ის ადამიანი, რომლის ენერგია მას ეჯახება და მოაქვს ან დადებითი, ან უარყოფითი, მაგას ვერ გავექცევით, მაგრამ თუ ვიცით, რომელ ასპექტს არ ტყავს ეს ჩვენი ნეგატივი, ვიცით როგორ უნდა ვიმოქმედოთ. მაგალითად, აი აქ კონკრეტულად რომ ვისაუბროთ ვირთხაზე და ცხენზე, აქ დადებითი თუ ესე შეგვიძლია შევაფასოთ, შეჯახება, შეფეთქება არის ამათ შორის, რატო? იმიტომ რომ ერთი არის წყლის ნიშანი, თუმცა ეხლა მოდის ხის ვირთხა და ცხენი არის ისა ცეცხლი. ანუ ერთმანეთის შეჯახების შედეგად ჩვენ ვიღებთ რას? ანუ ვინც ხართ დაბადებულები ვირთხის და ცხენის წელს, აი გარანტირებულად არ იქნება ეგ ლაღი თვე თქვენთვის, მაგრამ ძალიან დიდი შედეგების მომტანი. შეიძლება ისეთი რაღაცა დეკემბერი ამოტივტივდეს, რაც გაქვთ გადადებული მთელი წლის განმავლობაში. აი ვფიქრობდი, მინდოდა რაღაცა წინაღობე იყო, ვერ ვლახავდი, რაღაცა კარიერულ ზრდას ველოდები და სულ მეუბნები, აი მოიცა, აი დამთავრდეს, აი ბიუჯეტს ჩავწერთ, ანუ გავაკეთებ და ამასაც გავითვალისწინებ. იცი რა, მოდი, აი რაღაცა ვერა და აი მოდი მომდევნო თვიდან ველოდო დაწინაურე. აი ცოტა ისეთი, როგორ გითხრათ,
მასშტაბური ეგ არ არის, მაგრამ ცხოვრების სეული კი და თვითონ ნაბიჯზე ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია და ერთი წამალი ამისი არის ხარი. ხალხნო თუ მიდიხართ შეხვედრაზე, ცხენსაც განსაკუთრებით ვირთხას ეხება, ვირთხას კი არა, ცხენს ეხება და ვირთხის წელზე. ბებია, ბაბუა, ნაცნობი, შეყვარებული, მეზობელი არ მაინტერესებს. გამოიყოლეთ ასე, უთხარით რომ ხვალიდელი. კი, ხარი, გაიყოლეთ და ეს ვირთხა იქნება უზომოდ კმაყოფილი და ცხენს ყველაფერი გამოუვა. ეგ რაც ეხება თვითონ აი ამ სამ ცხოვლის ნიშნებზე მინდოდა მესაუბრე, იმიტომ რომ კონკრეტულად ახლა დაემთხვა საინტერესო. ხოლო რაც თქვენ ბძანეთ და მე გითხარით რომ ორი კარგი მაქვს ამბავი თქვენთვის და უნდა გაგახაროთ. ის რომ ახალი წელი ჩინური, აი ეს ჩვენი ენერგიების თვალსაზრისით არასოდეს არ დგება აი ესე ჰობ და დადგა. არა. სამზადისი მოდის და ეს ახალი ენერგია რომ მოდის, ძველი ჯერ კიდე, აი რა წარმოიდგინეთ, იცით? შემოდგომა, ზაფხულის ამბავი წარმოიდგინეთ. ზაფხული შემოდგომა ხო ერთ დღეში არ მოდის. იქით შეამჩნევ რაღაცა გაყვით და ფოთოლი. აქეთ რაღაცა არის ერთ დღეს და აი ასეთი როგორ გითხრათ, მეგობრული და კომფორტული შერწყმის შედეგად ვიღებთ უკვე გარკვეულ შედეგს და წელსაც იგივეა. წელს კი არა, ყოველთვის ეგრეა. ახალი წელი მოდის ეტაპობრივად. პირველი ფაზა უკვე იყო ჩაიარა, მეორე ყველაზე მთავარი არის ეხლა 22 დეკემბერს და ეს არის ზუსტად ის დღე, ხო გახსოვთ როგორ ამბობენ ეს რომ ყველაზე ბნელი საათია მზის მოკლე დღე ხო გრძელი ბუნიობა ბუნიო კი ბატონო და შესაბამისად ეს ის დღე არის როცა უკვე ნათელი დღის გაგრძელება ანუ უფრო გრძელი დგება ეს ჩვენი დღეები და გრძელდება და ღამე პირიქით კი ბატონო ეს კარგია და ძალაში შედის იანის ენერგია ეს რას ნიშნავს ეს არის ჩვენი ოპტიმიზმი ეს არის ჩვენი კარგი განწყობა ეს არის ჩვენი შესაძლებლობა რომ წინაღობეს ვლახოთ და მივახთ. ანუ ყველაფერი დადებითი და ენერგია, ტონუსი, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება. და კიდე ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თუ ვასწრებთ, რა თქმა უნდა, თუ ვერ ვასწრებთ, მანიშნე ესე მანიშნე. ესე მანიშნე. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ გახსოვთ თქვენ რომ საახალწლოდ გვიყვარს ეგეთი რაღაცები, რომ დავწეროთ სურვილები, ხან შამპანიურში, ხან დავწვათ, ხან მაგას არ აქვს ნიშნულობა, მთავარია აქ ვიმუშაოთ და ჩამოვაყალიბოთ ჩვენი, ანუ მომავლისთვის რაღაცები. წელს არის მართლა ჯადოსნური 2 საათი, რომელიც ემთხვევა არ დაიჯერებთ 2 საათიანი ეპიზოდი დრო გვაქვს იმისთვის რომ ეს გავაკეთო და აი ყველანაირი ის იქნება გახსნილი და პირდაპირ კავშირია ჩათვალე რომ აი რიცხვი დრო გითხარით და ადგილსვლა მართლა კარგია იმიტომ რომ დაემთხვა 1 იანვარს ანუ ღამეზე მაქვს საუბარი და დროც ნახეთ 12-დან 1-მდე შუა დღეს კი არა ღამეზე მაქვს საუბარი მამიტომ ვამბობ მართლა ძალიან ჯადოს კი ვიცი დავწერო რომ ესე რომ თქვა უნდა დავწერო უნდა დაწერო აუცილებლად უნდა შეგიძლია თქვა რა თქმა უნდა მაგრამ უნდა დაწერო შემდგომ ხო ყველა საკმაოდ ხშირი კითხვა არის დავწერე და საწავიღო მოდით აი პრაქტიკაში ჩამოგვიყალიბეთ რაც ვაკეთებ ესე იგი ღამე 31-დან ხო პირველზე რომ პირველი აი ახალ წელს რო ხდება კი ბატონო ოღონდ ხომ და მექნება ხომ ვიცით რომ 12-მდე უნდა გავაკეთოთ ეგ საქმე ხოლმე და უნდა მოვასწროთ არა ძალიან გთხოვთ 12-ს უნდა აი შამპანიური ხოალი გავხსენით დაესწრეთ აი ამის მერე ვიწყებთ უკვე იმას რომ ფურცელი და ის მზად გვაქვს კარგი იქნება თუ ყვითელი ფურცელი გვექნება და წითელი პასტით დავწერთ ან წითელი პასტა გვექნება და განსხვავებული რამე კონტრასტული ფერი დავწეროთ წითელი მე უფრო მომწონს იმიტომ რაღაცნაირად დაცთილი არის მართლა და წითელს აქვს გინდა არ გინდა აი იცით როგორ ეს უკვე ფერების თერაპია არის და ხო წითელი იმიტომ რომ რეალურად მუშაობს შემდგომ რომ ვწერთ ამას შეზღუდულები არ ვართ როგორ წერ რამდენი წერ აი როგორ გითხრათ აი მარტო 2 სურვილის ჩაფიქრე არა ხო limit is the sky ანუ თქვენზეა დამოკიდებული. ერთადერთი თხოვნა ისევ და ისევ მექნება და რჩევა კიდევაც რომ ძალიან კონკრეტულად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სურვილი. სურვილი რა არის? პრაქტიკულად ბიზნეს გეგმაა ჩვენი, რომელსაც მე ვყობ და ნაბიჯ. ამაზე წიგნიც მაგ დაწერილი უკვე და ცოტა ხანში. კი, ერთი. აი არის ხოლმე ამბობენ რომ აი უკვე შესრულებულია თითქოს ის სურვილი რაც გინდა რომ აკეთო.
აი თქვენ შემთხვევაში ხარ რასაც გვეუბნებით. როგორ ჩავწეროთ ამას? ანუ აფირმაციას მნიშვნელობა მე მაქვს მე ვარ. ეხლა აწმყოში ვწერ თუ მომავალში ვწერ სურვილს? აქ ორი პასუხი არის საჭირო თქვენს კითხვაზე. პირველი, რომ სურვილებს ყოველთვის ვწერთ აწმყოში, იმის და მიუხედავად უკვე შესრულებულია, ნაწილობრივად შესრულებულია, რავი, სამსადისი ეტაპი არ აქვს მაგას მნიშვნელობა. მაგას ვწერთ ყოველთვის აწმყოში და ეგრო ახსნა ალბათ კიდე ერთი გადაცემა დამჭირდება, რატო? პრაქტიკულად ინგლისურად არის საიდან მოდის ეგ, რომ fake it until you make it. ანუ მოიტყუე თავი, ესე არის, იქამდე სანამ მიაღწევ და რეალობა კი. ანუ პირობითად აი მაყურებელსაც რა ვუხსნათ, მე მინდა ეს ყვავილი, მაგრამ ეს ყვავილი ჩემი არ არის. მაგრამ მე მაქვს ეს ყვავილი, ესე წერ, რომ მე მაქვს აი ეს ყვავილი. მთელი მაგია რაშია, იცით? ის კი არა რომ მარტო ამ აწმყოში დავწერო. თქვენ აწმყოში რო წერთ, აი ეს არის მთელი ფილოსოფია, აი ამ ჩინური მეტაფიზიკის. თქვენ ეგ უნდა შეძლოთ წარმოიდგინოთ და აი ეგ ნერვიული იმეების მიხედვით გადასცეთ twins ისე რომ აგრძნობინოთ ის მომენტი და ის გრძნობა რომელიც თქვენ განიჭებთ ну ბედნიერებას ან რავი დადების თქვენ ხო ეგ ყვავილი რაღაცისთვის გინდათ ხო სწორია აი იმ რაღაცას რა მოაქვს თქვენთვის გესმის და აი ეს ემოცია უნდა აი გავიგე იგრძნო იცხოვრო ეხლა ვაზუსტებთ ვიღებთ ღამე 31-ში ჯების სუფრასთან ხვდებით ახალ წელს ვიღებთ წითელ ფურცელს პასტის ფერს დიდი მნიშვნელობა თუ ყვითელი ფურცელი იქნება სასურველია წითელი და წითელზე სულ ერთია კი ბატონო წერთ სურვილს რომ მე უკვე აი მაქვს ეს ან მე გავაკეთე ეს ანუ აწმყოში და და მეორე ნაწილი კი ბატონო სურვილების რაოდენობას მნიშვნელობა აქვს აი აქ შენიშნა იყო რომ სურვილსა და სურვილებს დამოკიდებული ადამიანზე შეიძლება ვიღაცა ერთ კონკრეტულზე არის იმდენად კონცენტრირებული რომ უკვე იმის იქით არ აინტერესებს მაგრამ რო ვთქვი რომ მეორე ნაწილი არის ხშირი მომენტი რა არის იცით რომ პირველი უკვე სურვილი რომელზეც ვიმუშავე და უკვე ფინალურ ფაზაში არის და თითქმის მივაღწია და უეჭველი ვიცი რომ აი ეგ შედეგი დაიდება აი ფრუსტრაციაში არ უნდა ჩავარდეთ იმაში არ უნდა ჩავარდეთ რომ ვაიმე ეგ შესრულებულია და მე რა მინდა აი ეგ რა მინდაში შეიძლება ძალიან ბევრი ჩვენი ენერგია, ჩვენი ციგანი ის და ან დავკარგოთ, ან რავი, აი უცებ მინდა სანამ ის არის რა ქვია, დრო გვაქვს და თემაზე გადავალთ, მინდა რომ ვიკითხო ფურცელს სად ვინახავთ, რას უშვებით, ვინახავთ ისეთ ადგილს, არა, არ წვავთ არანაირ ლამინირებას უკეთებთ კედელზე. არავითარ შემთხვევაში არ ვკეტავთ არაფერში, არ წვავთ, იმიტომ რომ განადგურებას ექვემდებარება ამ შემთხვევაში. არც ლამინირება კარგია რომ იხსენთ, იმიტომ რომ მე აზრათაც არ მოსწონს რომ შეიძლება ვიღაცას ხო ლამინირება. არა, ამითი თქვენ ჩაკეტავთ, იმიტომ რომ ამაზე მთელი ფილოსოფია არის აკინძული, თუ როგორ იქნება კომპანიების ლოგოც. იმიტომ რომ იქ თუ მოკლედ ცალკე შორს წავედი, მაგრამ ფურცელი ჯიბეში, პიჯაკში, იმაში რა კოსტუმში, ჩანთაში, შეიძლება არ გვეცოს, მაგრამ უბრალოდ იქიდოს. თუ გახსოვთ ეგრეთ კი, იქამდე სანამ ატარეთ დადეთ სახლში, სამუშაო კაბინეტი თუ გვაქვს, აი სადღაც ისე ადგილას მოკლედ. ხო, აი მე რომ მიყვარს ეგ სიტყვა ფოკალურ ადგილას, რომელსაც მე მოყვება მილიონი კომენტარი ეს რა არის, ეს ის ადგილია, სადაც ჩვენ ვატარებთ ყველაზე დიდ დროს. ვეხებით ჩვენი ენერგიით ჟღენთავ და ამითი მოგვაქვს შედეგი. მე ეჭვი მაქვს რომ ზევით ახლა ჩვენს კაბინეტებში სულ წითელი ფურცლები იქნება გაკროლე, ლინკა. ასრულების შემთხვევაში, როდესაც ეს სურვილები აგვისრულდება, ნახევს სწავლობ ყველა, რასაც ჩამოვწერთ. შემდეგ ამ ფურცელს რას უშვებთ? როგორ ვინახავთ, სად ვინახავთ? რა თქმა უნდა არ ვანადგურებთ ამ ფურცელს. რას გულისხმობთ? მომავალს რომ პირობითად და ვამბობთ რომ კი ამისრულდა ყველაფერი. ეს ფურცელი აი მაგ დროს შეგვიძლია დავწვათ აუცილებლად იმას, იმიტომ რომ ცეცხლს აქვს კი ჯადოსნური ძალა და გავატანოთ ოღონდ მადლიერით. მე ძალიან მიყვარს რომ ბოლოს ნებისმიერი სურვილი თუ ჩაფიქრებული როცა აგისრულდება, მადლიერება გამოვხატოთ. ეგ სიტყვა იქნება, ცეკვა იქნება, თუ რაღაცა ჟესტი და აქტი იქნება, ძალიან კარგია. მე იმისი მომხრე ვარ რომ აუცილებლად გადამდები უნდა იყოს ეგ ყველაფერი. აგისრულდა, გააკეთე, გადაეცი სხვას, მადლობა უთხარი. დაიხმარე ვიღაცას, ადამიანი იქნება, ცხოველი იქნება, არ ვიცი, მცენარე იქნება, კოსმოსური ენერგია იქნება, თუ რა იქნება. კიდე ერთს გეტყვით თუ ვასწრებთ ამას. აფირმაცია რო იხსენით თქვენ ხშირ შემთხვევაში ადამიანი რომ მოდის და არის ჩვენთან ეგეთი სერვისი, რომ შეკვეთა შეუძლია მომდევნო თვის აფირმაციების კალენდარი ან აქტივაციების, რომ ვაკეთებ ამას, აქ ცოტა მედიტაცია, აქ ცოტა აფირმაცია და ასე შემდეგ, გარანტირებული შედეგით ოღონდ. აქ ხშირია, რომ ირინა, აი ეს მაქვს ჩემი მიზანი და ამისთვის მინდა.
99% მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეგ შენი კარგია გადადე, ეგ მოვათავისით, მოდი საერთო რაღაცა დიდ მასშტაბურზე ვიფიქრო და ის მადლიერებით დავიწყოთ, მადლიერებაში ვიცხოვრო და მადლიერებით გავუშვათ. და ეს კონკრეტული მოვა აუცილებლად. და ის აფირმაცია, რომ მაგალითად მე მინდა, მე მაგ, მე ეს მჭირდება და ასე შემდეგ. პირველ მომენტში, აი დაიჯერებ თუ არ ვიცი, მაგრამ ჩემი დილა ესე იწყება, რომ პირველი ნაბიჯი სამყაროს, მერე ჩემს ქვეყანას, მე მე რა ის ყველაფერი თუ რა თქმა უნდა ის თუ კარგად არის რა თქმა უნდა და ესეც უნდა აღვნიშნო რა სასწაული ემოცია გვაჩუქა ჩვენმა ფეხბურთის ნაკრებმა არ შეიძლია ჩინური მეტაფიზიკის თვალსაზრისით მომზადებული ყველა მოთამაშეს რუკა აბსოლუტურად და ნელ-ნელა TikTok-ზე ავტვირთავ მაგრამ იმდენად ემოციურია ორაკულსაც ანუ წინა იმას ვაკეთებდი რომ რითი დამთავრდება მაგრამ იმდენად სუბიექტურია იმდენად ემოციებში ვარ რომ არ მაინტერესებს რა ვიგებთ და ეგ არის და გვეამაყებით და მაგრები ხარ და კიდე ველოდები გაზაფხული როდის დადგება ერთი სული მაგრო 20 და 23 მარტია რა ვიფიქრეთ ჩვენი დროშა და კი ბატონო თელსოფიოს დავუბრუნდეთ ახლა დეკემბერს და რა მაინტერესებს არა რა საჭირო იყო ეს ყველაფერი ესე იგი აქ-აიქ უკვე კი აფობს ნაძვისხეებს ზოგი დგავს ზოგი ამბობს რომ აი მე მაგალითად წამს ვდგავ ხოლმე სულ არ ვიცი რატო აი როდის არის ის პერიოდები როდესაც შეგვიძლია რომ სწორია და შესაძლებელია რომ უკვე დავდგათ ნაძვისხე შეიძლება ეხლა დავდგამე და არ იყოს თლად კარგი გადაწყვეტილება სიტყვაზე 1 დეკემბერს რომ დავდგა და უნდა დავდგა 8 დეკემბერს აი ეს თარიღები თუ არსებობს შესანიშნავი კითხვა მარიც და ძალიან მიყვარს იმიტომ რომ ყოველ წელს ვაკეთებ კალენდარს სპეციალურად და ჩვენი მომხმარებლები მგონი მიშვეულია კიდევაც იმიტომ რომ მზად რომ აქ მოვდივარ უკვე ფერადი ამობეჭდილი ფურცლით ხანდახან დაფაგვა ხანდახან ის დამოკიდებულია პირველ რიგში თქვენი დაბადების მონაცემებზე ანუ რუკაზე იმიტომ რომ შეიძლება მარიამისთვის გამახსოვრო პირველი ეთერია ჩვენი საერთოდ მარიამისთვის კარგი იყოს და ხელსაყრელი მის თარიღი იყოს და მარიტასთვის არა და პირიქით და ირინა შეიძლება საერთოდ სექტემბრის დასაწყისში უნდა მაგრამ ოჯახში ხო სხვადასხვა დღეს დაბადებული ხალხი არის აი ეგ ვის მიხედვით გეტყვი ახლავე ოპტიმალურსაც ვდებ და ყოველთვის ვითვლი და ვცდილობ მაქსიმალური რაოდენობა თარიღების ჩამოვთვალო კალენდარში ეხა მზად ჯერ არ მაქვს ეგ მზად მაგრამ უნივერსალური არის 21 იმიტომ რომ ვთქვით რომ ეს ჩვენი კი რა თქმა უნდა პოზიტივი და ჩვენი იანი შედის ძალაში და მე კარგად ვაკეთებ და რატო მარტო იმაზე თუ როდის დავდგა არ არის სად ანუ სახლის რომელ კუთხეში ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ თუ იქ 3-იან ან 5-იან შევეხებით ლიქლიკაძე იყო მე მგონი ჩვენთან ეთერში და რო ჩამოვთვალე იმ 5-იანს რა მოყვება და გაიაზრა რომ ვაიმე ზუსტად იქ არის ახალი ისა რა ქვია ნაძვისხე ნუ აქ უნდა გენახათ რა ეთერი იყო ძალიან ხალისიანი მაგრამ ამავდროულად ძალიან ინფორმატიული მოდი ესე ვთქვა და გარდა ამისა ხო არის მაგალითად ერთოთახიანი არის სტუდიოს ტიპი სადაც ძალიან მაინც და მაინც დიდი არჩევანი არ გვაქვს იქ თუ აქ მაინც და მაინც იმ ცუდ სექტორში შეიძლება მოხდეს აი აქ უკვე რაღაცა დახმარების თვალსაზრისით იმასაც ვწერ ხოლმე და შიფრავ რომ მოდი მაშინ ოქროსფერი არ გამოიყენო და მხოლოდ წითელი ეს სიმბოლურად ვამბობ ხალხო ეხლა არ მაგალითისთვის არის და თუ მწვანეა ოკეი მაშინ თეთრი რაღაცები დავამატოთ ან ვამბობ რომ მოდი ფერადი ნაძვისხე წელს თქვენთვის არა თუ რაღაცა და მხოლოდ აი რაღაცა ნუ არ ვიცი კონკრეტული რაღაცები ვისაუბრებ ამიტომ ამაზე აუცილებლად მოვამზადებ რა თქმა უნდა და ამ ჩემი ფერადი ფურცლით მოვა თუმცა ეს ჩვენი 21 ანუ მეც რაღაცა შემაჯამებელს ვიტყვი რა ეხლა დეკემბერი დგება 7 დეკემბერს უცნაურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ეგრეა დამთავრდება 5 თუ 6 იანვარს. 21 დეკემბერი არის ძალიან კარგი თარიღი იმისთვის, რომ რაღაცა წინ წავიგდო ჩვენი საქმეები და ჩავინიშნო და თუნდაც იგივე ნაძვისხის დადგომა. 21 არის კარგი იმითი, რომ ჩვენი იანი, ანუ ოპტიმიზმი და ყველაფერი დადებითი იღებს ძალებს, ანუ დგება, ასე ვთქვათ და გვეხმარება ყველაფერში. ჯადოსნური თარიღი ჩვენთვის ყველასთვის აბსოლუტურად მთელ სოფლიოში მაგას გულისხმობ მე არის ჩვენი 1 იანვარი და თბილისის დროით ხო ეგ თბილისის დროით მე ვთქვი 12-დან 2-მდე თორე ქვეყნების მიხედვით სხვა დრო იქნება ეს და მომდევნო 2025 წელს დგება 3 თებერვალს ეს არის ხის გველის წელი და ნუ ამაზე კიდე ზეიმს მოვაწყობ აუცილებლად დიდი მადლობა მოგზაურობისთვის გაიხარეთ ძალიან დიდი მადლობა თქვენ და მოკლედ